6 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტმა ხარკოვში გამართული ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღია დისკუსიის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირდაპირ ჩართვაში უკვე შემუშავებული რეკომენდაციები და კრიზისიდან გამოსვლის გზები გააცნო. აღნიშნულ ხარკოვის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების ფორუმში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ეკონომისტები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩვენი შეთავაზეთ უნდა მომხდარიყო ჰუმანიტარული და სოციალური პროექტების თავმოყრა ხარკოვის რეგიონში კონკრეტულად. ამას არა მხოლოდ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიებიდან მხარდაჭერა უნდა მოყოლა, არამედ მთელი სოფლიოდან და უნდა მომხდარიყო ხარკოვში ერთიანი ჰუმანიტარული ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც დონბასსა და როგორც დონეცკსა და ასევე ლუგანსკის ტერიტორიებზე ჰუმანიტარული პროდუქციის შედინებას. ფაქტობრივად კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში დღეს იმუშავა სიტუაციური ოთახის პროექტმა. ეს სიტუაციური ოთახი ფაქტობრივად სოფლიოში სხვა უნივერსიტეტებში არსებობს, რამდენიმე უნივერსიტეტი არის ცნობილი, სადაც სიტუაციური ოთახი არსებობს და ფაქტობრივად ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იყოს შექმნილი სიტუაციური ოთახი, რომელიც მოგცემს ჩვენს შესაძლებლობას ვიყოთ ჩართულები სხვა აქციებში და კონკრეტულ აქტივობებში, ესე იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.